როლში პირველად კომედიის თეატრი იქნება. მთავარ როლში პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან. თუმცა არა მხოლოდ სპექტაკლის, არამედ მთელი ამ პროექტის. სწორედ მათი იდეით იქნება თეატრი, სადაც კომედია არა მხოლოდ ჟანრი, მაყურებელთან ურთიერთობის ენა იქნება. იუმორისტები მაყურებლის გაცინებას ტელეეკრანების შემდეგ ახლა უკვე პირდაპირ სცენიდან შეეცდებიან. კომედიის თეატრის პირველ სპექტაკლს იქაური აქაურები ჰქვია. პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე დარჩენილი და 7-ვე სპექტაკლის ბილეთები უკვე გაყიდულია. თეატრის შემქმნელები გვპირდებიან, რომ სიცილი გარანტირებული ემოცია და დაუვიწყარი იქნება. ანი გენებაშვილი დაესწრო რეპეტიციას. 13 ასურელი მამის ქუჩა 95. აი ეს მისამართი უნდა პირველ რიგში დავიმახსოვროთ და თუ გინდა კარხაზიაძე დადგომა და სიცილი მოხვალა. თეატრი ყოველთვის ფარდის საწევით არ იწყება. ზოგჯერ იწყება იმ სივრცეში, სადაც კედლები ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. მთავარია იყოს სცენა. ჯერ სარემონტო სამუშაოები არ დამთავრებულა, ამიტომ ნუ არ იფიქროთ, რომ რა არის ეს ვერ გაწმინდესო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მწვერი რაღაცეები და ბოლოს გვინდა აი პრეზენტაციისთვის რომ გავაკრიალოთ ამბავი. შემოდი. ჯერ მშენებლობის სუნია. სუსტად ერთ კვირაში გაფანტულ მტვერს სცენის მტვერი შეცვლის. ჩაქუჩის ხმას მაყურებლის აპლოდისმენტები. აქ ხართ პატარა, მაგრამ ისეთი ლამაზ და საყვარელ ფოიეში. აქეთ შემოგზანდება მაყურებელი. აქ იქნება ბარი, სადაც პირველ ეტაპზე მხოლოდ წყალს მიეთმევენ, იმიტომ რომ მე ვნახოთ როგორ იქნება და რამდენიმე მაგიდა იქნება. პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე ახალ თეატრს ქმნიან, კომედიურს. ყველაზე რთული მაინც დასაწყისია, იდეიდან გახორციელებამდე. ხოდა დაიწყეს. ვერ ვიჯერებ, მოკლედ, რომ აი რაღაცა 16 წლის ჩამოვიდი მე თბილისში, პირველად გზები არ ვიცოდი და ჩავაბარე თეატრალურ 17 წელს გავხდი. ეხა უცბად რომ იმას კითხო, რომ იმ პაატას ხარ, რომ შენ თეატრი გექნება მე, აი საჭმელი არ მქონდა და რა თეატრი. დაგავართ რომ ძალიან მარცლები ვიყოთ ჩვენს მაყურებელთან, რამდენად ახლოს ხარ, ხო? ხო არის ესეთი რაღაცეები, რომ ზერელით შეიძლება რაღაცა გააკეთო შორიდან ეს მაინც არ გამოჩნდება. აქ ფაქტიურად შეუძლებელია მსგავსი რაღაც. წლებთან ერთად ბევრი გადააფასა, ისწავლა, მიეჩვია, მაგრამ კამერების წინ ნერვიულობა მაინც ვერ დაძლია. გულწრფელია, იგივე სითხოვს მაყურებლისგან. ეხა გაგიკვირდება და ნერვიულობ რო გელაპარაკებია. ეხა კამერა მართლა უკვე ისე არის, რომ მიჩვევა იცი ხა დამეთანხმები და ძალიან ადვილია ჩემთვის უკვე რა, საბედნიეროდ ეს, მაგრამ აი ვიცი, ნერვიულობ როგორ მიიღებს ამ ყველაფერს. როცა იუმორს აკეთებს, სხვა არაფერზე არ უნდა იფიქრო. ახალ თეატრს საუკეთესო პერსონაჟები და მსახიობები ჰყავს. ფანტაზიას ყველა გზა ხსნილი აქვს. მთავარი ენა, გასაღები, მხოლოდ და მხოლოდ იუმორი იქნება. პირველი სპექტაკლი თითქმის მზადაა. რომ კიდულობდი ხომ? იქ უნდა გაგიზო მაგამიგე? წესია ბატონო ეს ასეთი. მაგარი უთხრა, ყიდულობ და ბაბიო, ორიგინე ფულია გადა. მიწვანები გაგიო ხო? ანუ მოიყარა. ჩემი გვი ძალიან საინტერესო ადამიანია, ალბათ ეგონა რომ ძალიან მარტივი იყო ევროპაში ცხოვრება და ეგუება იქაურ პირობებს, მაინც ისეთი ტიპია, რაც აქტიური ტიპია და შეუძლია რაღაცებზე გაძვრეს, გამოძვრეს. თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს. რაღაცები ნოსტალგია აქვს და ენატრება იქ. ნუ ის არ ენატრება, მაგრამ განსაკუთრებით ხაშური კი. ამბავი ემიგრაციაზე, რეალური და არარეალური ისტორიები, სცენური ექსპერიმენტები. ცოცხალი ემოცია დაუვიწყარ ისტორიად იქცევა. ჩემი გმირი არის ემოციური ადამიანი, ის მეგრული ასე ვთქვათ, სიამაყე, თან მეგრული სიფიცხეც ასაკურველია ჩართული ამაში და თავარი პრობლემა ამ გმირში ის არის, რომ მას ყავს შეყვარებული, რომელიც 20 წელი არ უნახავს და ეძებს ევროპაში და მიაგნებს ასე ვთქვათ გერმანიაში და აქ ხდება მათი შეხვედრა. აი როგორ გაგზერდება მათი შეხვედრა, ეგ უკვე მაყურებელი როცა მოვა, მაშინ ნახავს. ყველა დეტალზე თავად იმუშავეს, განათებას, ხმას თავად აკონტროლებენ. სხვანაირი ხედვა აქვთ, პასუხისმგებლობა დიდია. ულახურიასი ყარებს ხელები, ხაჭიდე, გაგიჟდა ხალხი, გადაერია ხალხი, დაიწყო ავტობუსი, არ გამიჩერა, მაინც გამიჩერა. გამოვიქეცი, წვაქცი ვიღაცა ქალი, დავაკრებინე ბაშლები. მე არ მიეხმარე. მაგის დოიღოთი იჯარით, რა თქმა უნდა, ქირითა გვაქვს ეს აღებული, იმიტომ რომ ცადოთ რა ყველაფერი
თავიდან ჩვეულებრივი საოფისე ფართი იყო და ვერავინ ვერ ხვდებოდა. ეგეც კი იუმორი იყო, რომ მოვედით მოსალაპარაკებლად, ვერ წარმოვედგინა აქ რა შუაშია თეატრი. მაგრამ იქ არის შუაში თეატრი, სადაც არავინ არ ელოდება. შეგენაცვალე ოქრო ხარ. ცხვი პირველ დავიმტრიოთ მსახიობებმა. რა ვახარ ჯიგარო? აბა რა ძმაო. თუ სპექტაკლზე დაპატიჟებული ხარ. პრემიერა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ 7 სპექტაკლის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. პირველ ქართულ კომედიურ თეატრს 2 დიდი იუმორისტი ავტორი ჰყავს: პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.